ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალურ მუზეუმში პროექტის მეტი ინოვაცია და საზოგადოებრივი ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები შეაჯამეს. საზოგადოებას გააცნეს თანამშრომლობის მორიგი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც მუზეუმი ელექტროენერგიას მზის პანელების მეშვეობით მიიღებს. ამიერკავკასიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მუზეუმი ბუნებრივი ენერგიის წყაროზე გადადის და მზის ენერგიას მოიხმარს. მზის პანელები კერძო სექტორისა და მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლობით განხორციელებული რიგით მეოთხე ინოვაციური პროექტია. კულტურული მემკვიდრეობისა და სამუზეუმო კონტექსტით მხარდაჭერა ეს ის ხიდია, რომელიც წარსულსა და მომავალს შორის ძალიან თანაბრად მონაწილეობს ხოლმე და საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც BIP საქართველოს და BIP-ის აქ საერთოდ ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მისაბაძია. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ილია ჭავჭავაძის მუზეუმში. შემუშავდა საგანმანათლებლო მასალები, გაკეთდა ვიდეოები, აუდიოები, აუდიო გიდი, რაც როგორც აღმოჩნდა არის უნიკალური საქართველოს მუზეუმებისთვის ეს მხოლოდ მეორე მუზეუმია რომელსაც აუდიო გიდი გააჩნია. ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია აღიჭურვა თანამედროვე აპარატურით ლაბორატორია, რესტავრაცია კონსერვაციის ლაბორატორია, რაც საშუალებას მისცემს არა მხოლოდ ამ მუზეუმს რომ ისარგებლოს ამ სერვისით, არამედ პრინციპში საქართველოს ნებისმიერ მუზეუმს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს ამ აპარატურით და მოახდინოს არტეფაქტების რესტავრაცია. ახალი ამბების ურდო თარგმნას მაია კუბლაშვილი უძღვებოდა. მოამბეთ 18 საათზე დღეს ამით დასრულდა.